წვადი ბრაზილიურია რა. რა იყო, საიდან მიხვდი? გიღალატა? რომელსაც მიბრძანდით სახში. 11-ზე? ანამდე სად იყავით? საკეიფოდ ვიყავი. ვისთან ერთად? ძმაკაცთან? სახში დითი მიხედით, მანქანით თუ ფეხით? კაცო, რამდენ კითხვას ვისვამ თქვენ? დაკითხვაზე გონია თავი. გამარჯობა. აი ეს ორი პრეზერვატივი მომეცით. ой, ჩვენ პრეზერვატივებზე აქცია გვაქვს. თუ შეიძენთ 3 წელს, მე-4-ს გჩუქნით. გოგონი. ნეტა ეს ორი გამომაყენებინა და. გამარჯობა ძუჭებო. გამარჯოს. როგორ ხარ? რა ვარს თქვენ გაგიხარდებათ, ისე ვარ ბიჭებო. აიღო, ამ მოწყდით სულ ყველა? ვისაც არ გიბლიათ, ხვალ ნიშანზე ჩემთან უმოხვალთ. ხვალ ინიშნება გამოცდა. და რომელ საათზე გვექნება გამოცდა მას? შენ ვინ ხარ საერთოდ? თქვენი სტუდენტი ვარ ყავს. და რომ ვერ გიცანით? ვერ მიცანით და აი ახლა ჰუი, აფხაზავა. გიცანით. ხვალ 9 საათზე მოგწანდებით. 9-ზე, ხო? გასაგებია? გამარჯობათ, ლეიტენანტი აფხაზავა. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. თქვენ მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდით და უნდა დაგაჯარიმოთ. მომისმინეთ ჩემი ძმა. მოგურბულული ცასავით როგა აგონებინა. ექვი ვარსკვლავი რო არ გახარდააზე. შენ იცი მე რამდენი წლის მძღოლი რა? შენ მასავლით არა რა? რაბდა? აი პარალო ამ ფილმს რო ვუყურებ, ჩვენი პირველი ღამე მახსენდება. ჩვენი პირველი ღამე რატო გახსოვდა? რატო და? აქაც ვერაფერი ვერ გავიგე. დილამშვიდობისა. სხვათა შორის კარგი მდივნები ამბობენ. დილამშვიდობისა შეფ. მაგრამ გაინტერესებს რას ამბობენ ძალიან კარგი მდივნები. რას?
უკვე გათენდა შეფ. გაითვალეს წინ სამომავლოდ. Საათი 12-იანი, შეშემის 18-იანი. დააგდია გეკლუჩი აცა. იქეთა გადატარგი გიორგას კაცო. გიორგას წავარ. გაუმარჯოს. მოგოძოს. ძალიან წუთი. კი. რა მინდა რო გითხრა რა, უნდა მიშველო რაღაცა. ესე იგი მეხუთე თაობის გაზი ჩავაყენე რა, ბოლო მოდელი ყველაფერი. მაგრამ მაინც ცივადო. ვერ გავთვი მანქანაში, ცივა და ცივა. დავიტანე. ცივა, ცივა ხო, იცი ხო შემეგენა დავეხმარ. არ გინდა ერთხელ ჯგუფური სექსი ვცადოთ? კი, ვცადოთ ერთხელ. მოიცა? ნიკა, ზურიკო. მოდით, მოგერიდებათ. კიო. მოგეუბნებოდით დავითანხმებთქო. მოდით. ერთი კოქტეილიც თუ შეიძლება. გაიცანი, თიკო ჩემი ბავშვობის მეგობარია. სხვათა შორის, თიკოს ძალიან მოწონს ბავშვური ბიჭები. მართლა თიკო? იცი თიკო 2 წუთის წინ მე ჩავ. ბრალდებულო, მაინტერესებს რამ გიბიძგათ, რომ თქვენი სიდედრისთვის დაგერტყათ. აი ბატონო მოსამართლე, წარმოიდგინეთ რა. ოთახში იდგა ჩემგან ზურგით და იყურებოდა ქვევით. საერთოდ არ იცოდა რომ მე ოთახში ვიყავი. მე ვერ მხედავდა. და იქვე იდო ტაფა. აი ბატონო მოსამართლე, ესეთ მომენტს კიდე როდისმე ვნახავდი? ავიღედავ თხლიში ეს ტაფა რა. ძალიან მაგარი მკითხავია, ძალიან. შარშანი ყავი, ასე მითხრა, უსიმპათიურეს ბიჭს გაიცნო, ხო? ერთად იქნებითო, ცოლად მოგიყვანსა ტყუპებიც გეყოლებათო. მერე აგიხდა? კი, ყველაფერი ცოლად მოყვანის გარდა. სახელფასო ცნობა სამუშაო ადგილიდან და ყველაფერი აქ არის არა რა? ეს მითხარი. ნახოთ. არა. თქვენ სესხს ვერ დაგიმტკიცებთ. ვერ დამიმტკიცებდა? ეგდენ აქირებში. ხო, სახშიდან გამაცხებე ეს ლიგის. ვერ დამიმტკიცებდი ყავი. ბავშვები და ქალები გამოვიდნენ დროზე ხა. რატო ვასვენებთ უკვე? არა, კაცო, რას ვასვენებთ? ხანძარია ქვევით. ხანძარი? ხანძარი? ხო, გამოვიდნენ. გავედით აქ სულ რა? და ბიჭო, მისმენს, კაი რაღაცას გიყვები. სანადირო თუ არ წასული და მივდივარ ბიჭო და დავინახე ლომი. ჩასაფრებული არის ჟირაფს.
მეთქი ახლა ამას ნახე რას უზავ გადმოვიღე თოფი და ერთი ტყვით გავადენინე ჭახვანი მივედი გავატყავე ეს პაპარი ტყავი გადავიკიდე მივდივარ და გავიარე ერთი 50 მეტრი კიდე ხედავ ბიჭო აღარ არის ანტილოპა კი ამას ნახე ახლა რას უზავ გადმოვიღე და იმასაც ერთი ტყვით მივედი ჩემი ავაჭერი მოვიღე ეს დანა ჩემი დანა ხო იცი ავაჭერი და ვიფიქრე ხლა მას კაი ხორცია კი გადმოვიღე ეს ბარკლები შემოვიწვე მხრებზე ეს დანა ამოვიღე ისა ეს თუთი კაკაბო მირეკავს ო ის კაი მაცდენ მე ჩამოვალ მე მოგიყვები ყველაფერს მაგარი ამბები გადაგვდა კაი ვერემსა სად ვიყავი სადა ფეხები გადავიწყვეო მხრებზე ხო ბიჭო გადავიწყვე ეს ფეხები მხრებზე და მივცხე მისი კივილი 100 მეტრზე ისმო ანტილოპის ანტილოპა ბიჭო რა მაგის პასუხია და ბავშვს მომინათლავ ვერაცმო მეცხვას მოვანათლე არ შემიძლია კარგია ძალიან კარგია აბა ერთი პირი გამიღეთ კარგია თვალი მანახეთ ეს კარგია ეხლა მე თქვენ გამოგიწერთ ორ აპს დიახ ერთს დალებთ ცილის წინ დიახ და მეორეს თუ გაიღვიძებთ იმ შემთხვევაში დიახ შეჭამე ხა თორე ცოტა ბუამბოვა და შეგიჭამს შენ რა გონია ამ საშინელებას ბუა შეჭამს ხედა აი შენ კაცი ხარ შენ ნამუსი გაქვს ჩვენებიც მის გოგოსთან როგორ ქონდა სექსი ბატონო გამომძიებელო ხომ იცით არა რომ ნამდვილი მამაკაცები მანდილოსანს ასაკს არ ეკითხებიან ახალგაზრდა რატომ გააცდინეთ გუშინ? სად ბრძანდებოდით? არა, არსად მას უბრალოდ მამობისთვის ვემზადები რა და აი მაგით ხო ხდები. ოი, მართლა. როდის ელოდები? რა ვიცი, 9 თვეში რა. 9 თვეში. ხმა? აკარუკის ხმა კი არა, აღარ იქოქება მანქანა. ბიჭო, არ იქოქება, მაგრამ რაკარუკის ხმა ხო აღარ აქვს. მე გითხარი, რაკარუკის ხმას გაუგრობ მეთქი. უსმენ? შეხედა? ჩამიჩვენ ისმის. რასნა ვიშე ამან თუ რამეს ხელი მოგიდა ნათეს მოაფეს მაგას უყალა. აბა რა.
აცოდი ზაგი ფარაფი. გამარჯობათ. მე თქვენთან გუშინ საფაღარეთზე წამალი ვიყიდე. დაკმაყოფილი ხართ? დიახ, ძალიან. და ახლა პამპერსი მინდა. ორი წამი. ამდენი ბარგი თქვენ მოიტანეთ მარტო? დიახ. ან ქმარი არ ყავთ, ან მეგობარი ბიჭი? ქალბატონო, ქმარიც რომ ყავს და თან მეგობარი ბიჭიც. მაგიტომ მოვიტანე ამდენი ბარგი მარტო. მაგიტომ მინდა ამ სესტუმროში ნომერი და არ ვიცი რა თქმა. ესეთი ჩემმა ქმარმა გამიმწარა სიცოცხლე. ყოველდღე მოდის მთვრალი, გამაუბედურა რა. კარგი, გაშორდი მერე. მოიცა, იმან გამაუბედურა და მე გავაბედნიერო, მეტი საქმე არა მაქვს. გავშორდი. აი ესეთი კაცია ჩემი სიმამრი. კარგია. შენ არაფერს არ დალე. რა ვიცი, დავლევ მაშინ რამე კოქტეილს. მიხლობ? გოგონი, ერთ წუთით რა. მენიუ თუ შეიძლება? სექსი პლაჟზე თუ გაქვთ? აი, სექსი პლაჟზე არა, მაგრამ გვაქვს სექსი ვერანდაზე, ბართან, აქვე მაგიდასთან. შეგვიძლია. არავინ არ არის. ყველა გაუშვი. ამოდი ახლა კაბინეტში. იცი, მე მგონი ჩემმა ქმარმა ყველაფერი გაიგო და სამაგიეროს გადახდას გიპირებს. სამაგიეროს? რა უნდა მიქნას? არ ვიცი, ალბათ შესწორთან დაიწყებს მდივნად მუშაობას. შესწორთან მდივნად. წამოდი. მომსმინოთ თამადეს. ხო და იმ სიყვარულს გავამარჯო შემოკარგებო, რომელიც ალბათ მთელი ქვეყნის განმავლობაში, მთელი ამ დროის განმავლობაში სიკეთეს აკეთებს. და ეს სიკეთე არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ერთი წუთი რა ჩემო ძმაო რა. ნუ წივი ხარ რა. ბიჭო, არ წივი ვარ კაცო ერთია. არ წივი კი რა ხარ შენ. იმ სიკეთეს, სიკეთის მკეთებელ ხალხს გავმარჯვე, შემოკარგებო და ყველა იმას გავმარჯვოს, ვინც სიკეთეს თესავს. ბიჭო. ჩამოვიდა ხო ის შენი ვიზაშვილი, ქალაქელი რო არის. ჩამოვიდა. მე საყურე რატო უკეთია? და პიდარასტია? აი, რატოა პიდარასტი? რა მოხდა მერეც, მაო? ეგრე მეკობრეებსაც კი უკეთიათ საყურე. რა ვიცი, მოვალ ამ საღამოს მე შენთან სახში. ერთი ეგებით არ მოსულა. დახავ მერე რასაც ვუსწრ. მეკობრე. ჩემი სახლის ქვემოთ გაიხსნა second hand-ი. second hand-ი კი არა, სულთა ძონზები რა, მთელი სოფელი იქ დადის. მანქანას ვერ გააჩერებ ვერსად რა. ისე დაგეტყო უკვე.
ბრალდებულო, თქვენ ბრალი გედებათ წვრილმა ქურდობაში. წვრილმანი ეძახეთ თქვენ ბატონო მოსამართლე და მთელი ღამე ვწვალობდით მე და ჩემი ძმაკაცი მაგბინის გატანას. მაგედან ადვილია წვრილმანი. ბუბუ, მაღაზიაში ჩავდივარ და ბალი მაქვს და ფული მომეცი რა. არ მაქვს. რომ ცოდნოდა რომ ესეთი ჯიბე გაფხეკილი იყავი, ცოლად არ გამოგყვებოდი. ვერ გავიგიხარ, რატომ არ იცოდი? რაც შეყვარებულები ვიყავით, სულ იმას გეუბნებოდი, რომ შენს მეტი არაფერი გამაჩნია. როგორ არ იცოდი? ნახე რა მაგარი გოგოა ბიჭო. მაგარი გოგოა. ეხლა რომ მივიდა იმასთან რა. და გავიცნო. უარს მეტყვის ვითო? არა გვაქვს, მიდი გაიცანი. ეგ გოგო მეპირა და თუ არს არაფერს არ მეუბნება. რატო? ბუზია? არა, ჩემი ცოლია. გამარჯობათ, ლეიტენანტი აფხაზავა. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. აგერგინოს. იქნებ გადმობრძანდეთ, ბატონო, თქვენი მანქანა უნდა გავჩხილოთ. რატო? რა ვიცი, უნდა დავათვალიეროთ რაიმე მავნე ნივთიერება ან ჯანმრთელობისთვის საზიანო ხომ არა გაქვთ. მავნე? დიახ. და რო აღმომაჩნდეს? მაშინ ჩამოგართმევთ. ჩამომართმევთ? დიახ. შენი ჭირი, იქნებ კარგად გაჩხრებოთ რა. აგერ სიდედრი მისის და რომ თქვით მავნეო, იქნებ ჩამომართვათ რა.